ძვლებიც კი ფიქრობენ საქართველოზე 100 წელი გასული საუკუნის აგვისტოს ამბოხებიდან. აჯანყებულთა ვაგონი ზესტაფონისა და სენაკის თეატრების კოპროდუქცია იქნება. პრემიერა კი ზესტაფონელი მაყურებლისთვის 26 მარტს გაიმართება. რეჟისორი ვატო ჯუღელი, რომელიც წარმოდგენაზე ვახტანგ ნიკოლავასთან ერთად მუშაობს, გვიყვება, რომ სპექტაკლი მე-20 საუკუნის ქრონიკასა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ასახავს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ვალერი ოთხოზორიას ისტორიულ დოკუმენტური დრამა მოგვითხრობს ომზე, საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე, 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაზე, ქართველთა საფრანგეთში ემიგრაციასა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაზე. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. ჩვენ ვიმყოფებოდით საფრანგეთში, ლევილის ქართულ მამულში. ეს იყო კულტურის სამინისტროს პროექტი. და ამ პროექტის ფარგლებში კოპროდუქციით გავემგზავრეთ ორი თეატრი, ეს იყო ჩვენი თეატრი და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, სადაც ჩვენ გაერთიანებული ვართ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელის ქვეშ ეს ორი თეატრი. ეს არის საქართველოს 1924 წლის აჯანყებაზე თემა, რომელზეც მიმდინარეობს ახლა მუშაობა. ორივე თეატრი მუშაობს პარალელურ რეჟიმში და მე გავერთიანდებით უკვე, როდესაც ამის დრო დადგება და სადღაც დაახლოებით ვარაუდობთ, რომ მარტის შუა რიცხვებისკენ უკვე პრემიერა შევთავაზებთ ჩვენ მაყურებელს, როგორც ზესტაფონელ მაყურებელს, ასევე სენაკელ მაყურებელს და ეს იქნება ერთგვარი გაცვლითი პროექტი, რომელიც იმოძრავებს ორ ქალაქში სპექტაკლი. ხან წარმოვადგენთ ხოლმე ჩვენ სცენაზე, ხან სენაკის სცენაზე და არა მხოლოდ პრინციპში საკმაოდ საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ დღევანდელ მდგომარეობასაც ასახავს და ბევრსაც ამხელს ჩემი გადმოსახედიდან და ასე ვფიქრობთ, საერთოდ შემოქმედებით გუნდი. და ვნახოთ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პროექტი ჩაიფიქრა თავის დროზე კულტურის სამინისტრომ და მე ვფიქრობ, რომ არც ჩვენ დავაკელით ჩვენმა ორმა თეატრმა ამ საქმეს და თვითონ ფორმითაც განსხვავებული იქნება, ისეთი ფორმით იქნება წარმოდგენილი, რომელიც ჯერჯერობით ჩვენ ზესტაფონელ მაყურებელს ეს არ უნახავს. ამას წინ ცოტა მაინდა-მაინც არ გავყიდი, მაგრამ სურპრიზად შემოუნახავთ ჩვენ მაყურებელს რა ფორმით იქნება. თუმცა ჟანრი ესე რომ განვსაზღვროთ თემატიკიდან გამომდინარე, ეს არ იქნება მსუბუქი ჟანრი, ბუნებრივია, იმიტომ რომ 1924 წლის აჯანყება დამოუკიდებლობისთვის ბოლო ბრძოლა, რომელიც დასრულდა იმით, რომ მოხდა ქართველი ლიდერების დაპატიმრება, მოყვა ამას რეპრესიებიც და საინტერესო იყო ჩვენი ლევილში წასვლა იმ კუთხითაც, რომ ჩვენთვის იქ გატარებულმა დღეებმა ჩვენ და იმ სასაფლაომ, ქართულმა სასაფლაომ, სადაც განისვენებენ სწორედ ის გმირები, ამ ისტორიის გმირები, ან მოგცა ჩვენ შთაგონება ერთგვარი და თან აღსანიშნავია, რომ 1924 წლიდან ზუსტად 100 წელი გავიდა და ამ 100 აჯანყების 100 წლის თავს მიეძღვნება ეს სპექტაკლიც.